ამას უყოლაფერს აი ახლა ჩაერთო ჩაწერა. დღესაც შენ ხარ შენი პრეზენტაციით ესე იგი მოსული დავილაპარაკოთ მაინც გადავწყვეტეთ რომ თანამედროვე მეცნიერებაზე ვისაუბროთ ხო ანუ აქტუალურ მოვლენებზე რა ხდება როგორ ვითარდება მნიშვნელოვანი არის ყველა ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანია კი და მე მაგალითად ასე ვთქვათ მოდი ესე ვთქვათ როგორც ბიოლოგი ვიტყვი რომ ეს არის საუბრები ფიზიკაზე მიუხედავად იმისა რომ შენ რას თემები შემოთავაზე შეიძლება ვიღაც ეგონოს რომ ფიზიკაზე არის მარტო ფიზიკა არა ხო ეს არის მნიშვნელოვანი არის ბიოლოგიის ქიმიის ბუნებისმეტყველების აი დაწყებით კლასებთანაც რომ მუშაობს მასწავლებელი რომ მას კონდეს ხედვა სად არის დღეს თანამედროვე მეცნიერება რა არის გამოწვევები ხო ამ ჩვენ რუტინულ ცხოვრებაში ხშირად გონია რომ ანუ სახელმძღვანელო ეს არ არის ჩვენი ჩარჩო ხო ან თუნდაც ის დამახინჯებული ინფორმაცია რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ან ტელევიზიებიდან მოგვეწოდება ამიტომ მოკლედ გავაგრძელოთ ესე აუცილებლად იქნება ბიოლოგიაც ქიმიაც გადამკვეთი მეცნიერებებიც რავი სხვა პრობლემებიც ზოგადად მაგალითად გრადი განვითარების მიმართულებით მაგრამ დღეს ამითი დავიწყოთ ესე იგი ჩაწერა ჩართული არის შენ გაქვს მთლიანობაში გავყო ჩვაზე 9 საათი კი 15 წუთი და მე ის არა უფრო დიდი ხანი რაღაც ვისაუბროთ რა ხო ჩვენი კოლეგაც აგერ ახალგაზრდა იქნება ჩვენთან ერთად კარგი მაშინ მოკლედ ესე იგი აგერ არის პრეზენტაცია უკვე გამოტანილი არის ეკრანზე ეს გაზიარებული არის ხო შენ შეგიძლია დაიწყო ვაკითხე ისმის ჩვენ ახლა ჯერ ერთი კარგია კი ჩვენი ხმა ისმის იმიტომ რომ მიკროფონი ჩართული არის იმათ თუ ესმის კარგი მაგრამ მოდი იცი როგორ გავაკეთოთ მოდი გავაზიაროთ სკრინი რომ დავინახოთ იქ შემოსული ხალხის კარგი ამით მე მესმის რომ ეს გაზიარება თითქოს ეს არის უკეთესი მაგრამ მოდი ესე მოვიქცეთ გავაზიაროთ თუ იქ ხმა იქნება აი ჩვენი ეკრანი სკრინი რომ დავინახოთ რას ხედავენ მათ შორის ჩვენი კოლეგები ხო ერთ წამით ჩვენი ხმა ისმის ხო კარგად ვინმე რო გვიპასუხოს შედეწოთ კი კარგად ისმის ნახე მე გინდა რომ ესე იგი მე მომიწევს თუ ვინმე შემოვა იმაზე გადასვლა ხო და ეხლა მათ პრეზენტაცია ჩამის მაჩდი არა ხო და ესე არის და რატო იმაშობა ეხლა მე პრეზენტაციას ვაპირებ ჩვენ მინდა რომ დავინახო პრეზენტაციაც და ჩვენი კოლეგებიც ესე იგი შევედი აი ეს გავაზიარე აგერ გავაზიარე აი გვერდზე ჩანს ხო და აი გვერდზე ჩანს კიდევაც კი ბატონო კარგი არა ისენი არ პრინციპში ხა ეკრანზე მოჩანს პრეზენტაცია კაი თუ რამე არის ტექნიკურად ეხა შევხედავთ მე ხმაში შეგვიძლია დავიწყო ხო კი ბატონო დავიწყო კაი მოგესალმებით ესე იგი დღევანდელი თემატიკა შევარჩიეთ ასე რომ ხო უკაცრავად ვამბატი ესე იგი ხო შეიძლება რომ ის შენი წინა პრეზენტაციები ავტვირთოთ აქ მარტო ვიდეოს სახით კი არა მე ვფიქრობ რომ შეიძლება ვიღაცას დაინტერესოს არამე სლაიდმა და იმან ხო შეიძლება რომ გამოიყენო რა თქმა უნდა კი ბატონო ხო მაშინ ავტვირთოთ ხო ყველა ჩვენი პრეზენტაცია რომ თუ მისი სლაიდი არ ვიძახით აუცილებლად თემებზე კი ბატონო თუ დაჭირდება მოსწავლეებთან საჭიროება შეიძლება გამოგვადგეს კაი ძალიან კარგი შევთავაზეთ კარგით მოგესალმებით ესე იგი ვაგრძელებთ იგივე ფორმატით ჯერჯერობით რომ საწყის ეტაპზე რაიმე საინტერესო მოვლენის და თანამედროვე აღმოჩენების შესახებ ყვებით და მე ბატონი კახა გააგრძელებს თავის საქმის ასე ვთქვათ პროექტების კეთებას. ხო კახა, რა ვთქვი? ბატონი კახა. ბატონი კახა ვთქვი რა, მე ვკაცი. რავი გურული ხარ მაინც კახა ვახსენ. ეხლა საწყის ეტაპზე დასაწყისში სანამ უშუალოდ პრეზენტაციაზე გადავიდოდი, რატოა მნიშვნელოვანი რომ ასეთი საკითხები სიტყვაზე იყოს განხილული საკლასო ოთახშიც. ეხლა ჩემი პირადი მოსაზრება შეიძლება ბევრი დამეთახოს, შეიძლება არა, მაგრამ აი ეროვნულ სასწავლო გეგმაში რო იყოს შეტანილი რომ რა ვიცი 1-2 საათი მაინც რომ ბავშვებს როგორც ფიზიკაზე, ასევე ყველა თავის სფეროში რომ რაღაც თანამედროვე ქიმიაზე, თანამედროვე ფიზიკაზე რაღაცა მოკლე შესავალი რო გაუკეთოს, იქნებ უფრო მეტად დაინტერესდნენ ბავშვები ამ საბუნებისმეტყველო
საგნებით, ასე ვთქვათ, თორემ ხედავთ უკვე რომ ვერანაირად ვერ ვაინტერესებთ, ხო? მარტო ის, არ ვიცი, ახლა ნიუტონის კანონებით საჭიროა ყველაფერი, მაგრამ მაინც და მაინც დიდ ინტერესით არ ხვდებიან ბავშვები ამას, ხო? ეხლა აი ეს კარგი, პირდაპირ გადავალე ახლა საკითხზე, რომ დრო არ დავკარგო. ესე იგი, დღევანდელი ჩვენი თემატიკა იქნება აი ზოგადად სამყარო, რომელსაც ასე ვთქვათ, ჩვენი სამყარო ქვია და რომლის შესწავლაც მიმდინარეობს დღესდღეობით როგორც ასტრონომების მიერ, ასევე ასტროფიზიკოსების მიერ, ეს სხვადასხვა მცნებებია ხშირად ურევენ ერთმანეთში, ასტრონომია სწავლობს იმ ობიექტებს, რომლით უშუალოდ დანახვა შეიძლება, როგორც ტელესკოპების საშუალებით, ასევე თანამგზავრების საშუალებით, მაგრამ არის ისეთ მანძილებზე, სადაც ასეთი ტელესკოპები უკვე ვეღარ წვდება, იქ უკვე მუშაობს ასტროფიზიკა, რა თქმა უნდა, ახლო მანძილებზე და შორს მანძილებზეც. ასტროფიზიკის მოვალეობაა, რომ დაადგინოს ისეთი კანონები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლება გავსაზღვროთ, აი დაუშვათ სხვა გალაქტიკებში რა ხდება, ან სამყაროს დაბადების დროს, ან შემდეგ პროცესში და ასე შემდეგ. აი ახლა მარტო ჩვენი რეალური სამყარო, ჯერჯერობით ამაზეა საუბარი, რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბები, რა მასშტაბების შესწავლა მიდის. აი ეს არის ჩვენი გალაქტიკა. მისი დიამეტრი არის, აი შეხედეთ მზე, ერთი პატარა წერტილია ჩვენს გალაქტიკაში. ჩვენი გალაქტიკის, მარტო ჩვენი გალაქტიკის დიამეტრი არის 100.000 სინათლის წელწადი. ეს ნიშნავს, რომ ერთი ბოლოდან მეორეში სინათლის გავლას, რაც ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება არის, ხო? 100.000 სინათლის წელი ჭირდება. 100.000 სინათლის წელი, აი ახლა სიტყვაზე რომ გადავიყვანოთ ეს საუკუნეებში, ხო? 100 უნდა მოვაკლოთ, არა 1000 საუკუნე ჭირდება, რომ ერთი ბოლოდან მეორეში სინათლე მივიდეს. აი ახლა ეს რითი არის მნიშვნელოვანი, იცით? აი ახლა თანამედროვე პერიოდებში თანამგზავრების და ასე ძალიან პოპულარულია ეძებენ ეგზოპლანეტებს, ასე ვთქვათ, სხვა პლანეტებზე არის თუ არა სიცოცხლე, ხო? აი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ პირიქით, აი ჩვენს გალაქტიკაში, მარტო ჩვენს გალაქტიკაში სადმე სიცოცხლე არის, რომელიც უყურებს ჩვენს სიტყვაზე მზის სისტემა აღმოაჩინა, ხო, სადღაც. მაგრამ უყურეთ ის, რაც დაინახავს დღევანდელ ყოფას და ვერ ნახავს, იმიტომ რომ შეიძლება იმან დაინახოს, როგორი იყო ჩვენი სამყარო სიტყვაზე 100 საუკუნის წინ, ჩვენი დედამიწა, როგორი იყო შორიდან. ის ინფორმაცია მისდის იმას თავის პლანეტაზე, როგორი იყო ჩვენი დედამიწა სიტყვაზე 10 საუკუნის წინ, 100 საუკუნის წინ, შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომია ხო თითქოს სწავლობდით, ხო? ეხლა მე მაგალითად რაღაც აღარ მახსოვს. ერთი წელიწადი თუ რაღაცა კურსიც იყო რა საბჭოთა კავშირში, ნუ 91-ში სწავლობდი. უმრავლესობა ჩემს გარშემო ადამიანები საუბრის დროს კი ვერ ხვდებიან, როდესაც ჩვენ ზეცაში უყურებთ ვარსკვლავებში, ჩვენ მართ არ უყურებთ აი ლაივს, რა თქმა უნდა. ჩვენ უყურებთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთან არის მოსული ათასობით და კიდევ უფრო მეტი წლით. ყველაზე ახლო ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, დაშორებულია თვალწოდების 3 სინათლის წლით. ეს ნიშნავს, რომ უახლოესი ვარსკვლავი არის, ჩვენ ვხედავთ 3 წლის წინ როგორი იყო. აქ ჩვენ ვარსკვლავებს, ისეთ ვარსკვლავებს ვხედავთ შორეულ გალაქტიკებში, ჩვენსავე ასე ვთქვათ გალაქტიკაში, რომელიც შეიძლება აღარც არსებობდეს, უკვე აფეთქებული იყოს, ან წარმოქმნილი ახალი ვარსკვლავები, რომელიც ჯერ ჩვენამდე ინფორმაცია არ მოსულა. კი, ამიტომ დროსთან მიმართებაში ჩვენ რეალური მეცნიერული შეხედულებაც კი არ აქვს საზოგადოების ხშირად უმრავლესობაში. ეს მე ფილოსოფიას თუ ჩავთავთ, ძალიან შორს წავართ უკვე. ესე იგი, აი ჩვენი გალაქტიკა, ხო, დაახლოებით წარმოვიდგინეთ რამხელა, მაგრამ აი შეხედეთ შემდეგ სურათს. აი ეს წერტილები არ არის კომპიუტერული სიმულაცია. ეს არის თანამგზავრის ჰაბლის მიერ გადაღებული სურათი არის სამყაროს ერთი მიმართულებით. აი ეს ყოველი წერტილი არის იგივენაირი გალაქტიკა, ერთი წერტილი არის ისეთივე გალაქტიკა, როგორიც ჩვენი ირმის ნახტომია. აი წარმოიდგინეთ, რამდენი გალაქტიკები არსებობს, ხო? და ესე იგი გალაქტიკების რაოდენობა სადღაც 100 მილიარდია ჩვენ სამყაროში. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენს გალაქტიკაში ჯერ რამდენი ხნის უკანდელ ინფორმაციას ვიღებთ და აი შორეულ გალაქტიკებიდან როგორ გინდა რომ ინფორმაცია მიიღო, ხო?
აი ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად აი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო შავი ხვრელები, იცით რომ galaktikების ცენტრში არსებობს, მაგრამ მათი დანახვა ჯერჯერობით შეუძლებელია, იმიტომ რომ მასგან ინფორმაცია არაფერი არ გამოდის, ერთადერთი გრავიტაციული ტალღები მოვიდა ჩვენამდე. აი დღეს რამდენიმე წლის უკან რომ ეს შავი ხვრელების ორი შავი ხვრელის გაერთიანების შედეგად წამოვიდა გრავიტაციული ტალღები და აღმოაჩინეს ეს ამერიკაში, ეს პროცესი მოხდა 4 თუ 4.5 მილიარდი წლის წინ. ის დღეს არ მომხდარა და დღეს აღმოვაჩინეთ ეს. ესე იგი წარმოიდგინეთ რა ინფორმაციას გვაწვდის ჩვენ ტელესკოპები, აი შორეული galaktikებიდან ასე ვთქვათ. ეხლა ეს რაც შეეხება ჩვენს რეალურ სამყაროს, რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც ასე ვთქვათ, ხელსაწყოები აფიქსირებენ, ტელესკოპები და ასე შემდეგ. მაგრამ აი ახლა შუალედური სამყარო კიდე რა არის თურმე? თქვენ გსმენიათ ალბათ ახლა ბნელ მატერიად მოიხსენებენ dark matter-ი, მაგრამ ალბათ რეალურად სწორად იქნება ქართულად მოვახსენოთ უხილავი ენერგია და უხილავი მატერია. ესეთი უხილავი მატერია იგივე ჩვენ სამყაროში არსებობს, რომელსაც ჩვენ თვითონ მატერია რა არის, როგორი არის და რისგან შედგება, ვერანაირად ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, უბრალოდ ვიცით რომ ის ნამდვილად არსებობს, რადგან მის გამოვლინებას ვხედავთ ჩვენ. აი ხელსაწყოები აფიქსირებს. ხელსაწყოები აფიქსირებს, აი ეხლა ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ხო? აი მაგიდაზე, სიტყვაზე მაგიდა მიდევს, ზემოდან რაღაცა რკინის ნაჭერი. ხო, რაღაც ეს გამოძრავდა, მაგრამ მე ვერ ვხედავ. მაგნიტით რომ ამოძრავო, ხო? მაგნიტს ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს მოძრაობს. ესე იგი მე ვიცი, მოვლენას ვხედავთ. მოვლენას გამომწვევ მიზეზს ვერ ვხედავ. გამომწვევ მიზეზს ვერ ვხედავ. ეხლა როგორ ვხედავთ ამ და აი რამდენიმე სერში ხო მაგას ხედავთ. სერში ვხედავთ. რაღაცა პროცესს, რომლის უკან რადგას ვერ ვხედავთ. სერში ვხედავთ, ჩვენ კანონებს ვსწავლობთ, რომ ეს რა უნდა, რა შეიძლება იყოს და მე იმას ეძებენ კიდე შორეულ იმაში სამყაროში და ასე ვთქვათ. ეხლა ამას როგორ ვაფიქსირებთ? გრავიტაციული ლინზები, სინათლის სხივის გადახრა. სინათლის სხივი ყოველთვის გადაიხრება სიტყვაზე რაიმე მასიურ ელემენტს, მასიურ პლანეტას რო ჩავავლით. მით უმეტეს შავ ხვრელებთან რო სინათლე გაივლის, მისი გადახრა ხდება, გამრუდება, მაგრამ გათვლები მაგასაც არ ემთხვევა. ესე იგი, სადღაც არის კიდევ რაღაცა მატერია, რომელიც სინათლეს ამახინჯებს, ასე ვთქვათ, გადახრა ხდება. ბრუნვის ბრუნდების შესწავლა. ეხლა ნიუტონის კანონები ჩვენთანაც მუშაობს და galaktikებშიც მუშაობს, მაგრამ იმ ნიუტონის კანონებით დათვლილი, როგორ უნდა მოძრაობდეს galaktikები, არ ემთხვევა. რაღაცა კიდევ არსებობს მატერია, რომელსაც გააჩნია თავისი გრავიტაცია და გავლენას ახდენს galaktikების ბრუნვაზე. ეხლა ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი არის სამყარო ფართოვდება. galaktikები შორდებიან ერთმანეთს ძალიან მაღალი სიჩქარით, თუ ავსდებით სინათლის სიჩქარით, თუ რაღაც ძალიან მაღალი სიჩქარით და წესით, როგორც ვიცით, გრავიტაცია ეს არის მიმზიდავი ძალა, ხო? აი დიდი აფეთქების დროს, რომ სამყარომ დაიწყო გაფართოება, უკვე იმდენი დროა გასული 14 მილიარდი წელი, რომ ეს უკვე უნდა პრიორიტეტი იყოს უკვე მიმზიდავი ძალა და სამყარო უკვე უნდა ვიცფირიქით ჩვენსკენ უნდა მოდიოდეს და იკუმშებოდეს, მაგრამ კი არ იკუმშება, არამედ ფართოვდება. ესე იგი, ეს დაახლოებით ირიბად გვიჩვენებს, რომ ეს უხილავი ენერგია და მატერია შეიძლება მას ჰქონდეს ანტიგრავიტაციული თვისება, პირიქით განზიდვას იწევდეს. და უყურეთ ეს რამდენია, ეს დათვლილი არის, ეს მარტივი არის ამის დათვლა, რამდენი არის ჩვენ სამყაროში ეს უხილავი ენერგია, 95%-ზე მეტი არის ეს უხილავი ენერგია. ჩვენ აი წეღან რომ ვახსენო უზარმაზარი ეს ამდენი galaktikები, ამდენი ვარსკვლავები და ესე შემდეგ, ეს ყოფილა სულ მთელი სამყაროს 5%, რასაც ჯერჯერობით ვხედავთ და ის 95% რა არის? ამას ვერანაირად ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. თუმცა მიდის ამის ძებნა და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება რეალური სამყარო, რასაც ვხედავთ, იმაზე ვისაუბრეთ. მეორე ეს რაც ვხედავთ, ვიცით რომ არსებობს, მაგრამ ვერანაირად ვერ ვხედავთ, მაგრამ არის კიდევ ჰიპოთეზა ასეთი, რომ აი ჩვენი სამყარო რო წარმოვიდგინოთ რაღაცა ბურთის სახით, ხო, რომ იმაშია მოქცეული. აი ახლა ეს უკვე კომპიუტერული სიმულაცია, აი შიგ ერთ-ერთ ბურთში ჩანს შიგ რაღაცა galaktikები და ასე ვთქვათ ვარსკვლავები და ასე შემდეგ. მაგრამ წესით დიდი აფეთქების დროს, აი ეს არის დიდი აფეთქების სურათი.
თუ ჩვენი სამყარო წამოვიდა ერთი მიმართულებით, სიტყვაზე რაღაც მარჯვნივ პირობითად რო ვთქვა, კიდევ უნდა წასულიყო რაღაცა ნაწილი მარცხნივ, რაღაცა ზემოთ, რაღაცა ქვემოთ. ეს ჯერჯერობით ჰიპოთეზაა, იმიტომ რომ იმ სიჩორეზე ჯერჯერობით ჩვენ ვერ წვდებით. აი ახლა ეს ყველაფერი აი მარტივად რო წარმოვიდგინოთ, აი ბავშვები იმას საყნის მუშტებს რო უშვებენ, ხო? ერთი შებერვით, რაღაცა ერთი აპკი არის და ერთი შეუბერავენ და ძალიან ბევრი ბურთები გარბიან, ხო? აი დიდი აფეთქების მსგავსად ძალიან გავს ეს აი დიდი აფეთქების მსგავსი პროცესია და აი დიდი აფეთქების დროს წარმოიშვა ესეთი ბურთები, წარმოიშვა კი არა, შესაძლოა წარმოშობილიყო და ჩვენ ცხოვრობთ ერთ-ერთ ბურთში. ასე რომ სხვაგან ჩვენი სამყაროს გარეთ შეიძლება ის კიდევ სხვა ბურთებიც არსებობდეს, ასე ვთქვათ. ეს სხვა სამყაროები თორე წინა სემინარზეც ვილაპარაკეთ, შეიძლება კიდე არსებობდეს ანტიმატერიის სამყარო, ის ცალკე ბურთი და ასე შემდეგ. ხო, ეხლა კიდე აქავე რაღაც მინდოდა კიდევ დავემატებინა. ხო, აი სიტყვაზე აი ეს ყველაფერი რაც გჭირდება, უყურეთ ეხლა ცოტა ისეთ რაღაცასაც ვიტყვი. ჯერ ერთი აი საიდან ვიცით რომ ჩვენი სამყარო 14 მილიარდი წლისაა. აი ასეთ შეკითხვას ძალიან ხშირად ვსვამებ ხოლმე. ესე ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ აი ახლა დიდი აფეთქების დროს რაღაცა წლის შემდეგ მოხდა სინათლის გარეთ გამოსვლა. ჯერ მატერია საწყის ეტაპზე ისეთი მკვრივი იყო ჩვენი მატერია, რომ იქიდან არავითარი ინფორმაცია არ გამოდიოდა. აი როგორც დღევანდელი შავი ხვრელებია, ხო? მაგრამ როგორც კი სამყარო იმ დონეზე გაფართოვდა, რომ იქიდან უკვე დაიწყო გამოსხივება, ასე ვთქვათ, გამოვიდა სინათლე და ელექტრომაგნიტური ტალღები, ეს ძალიან ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ მაშინ გამოსულ სინათლის ტალღას რა ტალღის სიგრძე უნდა ქონოდა და დღეს ამას უძახიან რელიქტიურ გამოსხივებას. მაშინდელი გამოსხივება არის კიდე სივრცეში, ასე ვთქვათ, დადის და მისი აღრიცხვა მოხდა ეს რამდენიმე წლის უკან და მის ტალღის სიგრძეს თუ გავზომავთ, რამდენი ხანი უნდა დაჭირდებოდა ამ ტალღის ამ დონეზე გაჭიმლას, ხო? ასე რომ მისი აღდგენაც ძალიან, ასე ვთქვათ, ეს შეკითხვა რო ხშირად ისმება, ერთ-ერთი მეთოდი არის სამყაროს ასაკის დადგენას. ახლა რაში გჭირდება, ცოტა შეიძლება საშიში რაღაცა ვთქვა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. რაში გჭირდება ჩვენ აი ესეთი სამყაროს დიდი აფეთქებიდან დაწყებული, როგორ ვითარდებოდა, სადამდე ჩვენთან როგორ მოვიდა, რა გალაქტიკებია და როგორ ჩვენ თუ ამას ჩვენამდე როგორ მოვიდა, ყველაფერს ამას კარგად შევისწავლით, ხო, კანონებს. ჩვენ გვეცოდინება რა გველის ჩვენ მომავალში. მაგალითად, ცნობილია, რომ სიტყვაზე მზის სისტემა 4,5 მილიარდი წლის მერე მზე ჩაქრება და ჩვენი მზის სისტემა აღარ იარსებებს. ამიტომ მოგვიწევს სადღაც გადასახლება. 4,5 მილიარდი წლის მერე ჩვენი სამყარო გაქრება, ასე ვთქვათ. და წარმოიქმნება სხვა სამყაროები. ეს საშიში არ არის, იმიტომ რომ 10 წლის მერე რა იქნება, ეს არ ვიცით და ეს ისე მილიარდი წლების მერე რომელსაც ადამიანი ვერ ფიქრობს მაგაზე და ჯერჯერობით ჩვენი გონებაც ვერ წვდება. სხვათა შორის იქ წერში დაყენებული იყო ასეთი ტაბლო დადგეს შესასვლელში ერთი პერიოდი იდგა წამების სიზუსტით არის ცნობილი ჩვენი სამყაროს დაბადება. რამდენი წამი გავიდა რა თუ წელი და ისიც დათვლილია რამდენი წამი დარჩა ჩვენ სამყარო დასასრულამდე და ერთ ტაბლოს მხარეზე იყო ესე წამები გარბოდა რამდენი წამი გავიდა ჩვენს სამყაროს დაბადებიდან და მეორე ტაბლო იდგა გვერდზე რამდენი წამი დაგვრჩა სამყაროს დასასრულამდე. იმდენად ცუდად მოქმედებდა ეს ვიზიტორებზე რომ ეს ქვეყანას იდგა და აიღეს ხო. ეგეთი საათი. იმიტომ წამები გიჩვენეს წამები გარბის და სამყაროს დასასრული როგორ მიახლოვდება. მიშიში თქვა რომ ითვლება რომ განკითხვის დღე შეიძლება დადგეს, მაგრამ მან უბედურება ის არის რომ ჩვენ ადამიანები რომლებიც ვიბადებით უკვე განწირულები ვართ სიკვდილისათვის, მაგასაც არ ვაქცევთ ყურადღებას, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა ჩვენ ცხოვრებაზე აისახოს. ცოტა ხანში მეგონი მაგასაც ეშველება და არც მზის სისტემის ის იქნება ჩაქრობა ძალიან საშიში, ჩვენ შეგვიძლია სხვაგან გადასახლება. ხაი რამდენი 1 მილიარდი წელი? ყოველ შემთხვევაში გინა 1 მილიარდი ას დაჭირდება. ეხლა 10,000. კიდევ ჩვენ დღეს ვამბობთ, იმიტომ გვიჭირს სიტყვაზე სხვა პლანეტაზე და სხვა ვარსკვლავთან გადაადგილება და თუნდაც თანამგზავრის გაგზავნა, რომ ყველაზე მაქსიმალური სიჩქარე ვიცით რო არის სინათლის სიჩქარე, ხო? ხო, მე აქამდე რაიცი მე რა მოხდება, ჯერ არა. მეორე ჩვენ ეხლა ერთი კიდე რაღაცას ვიტყვი, просто არის ტოვიხსენე კიდე და მეორმა შეიძლება არც დამეთანხმოს, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის როცა ვიძახით, რომ
სიტყვაზე იმ ვარსკვლავამდე არის 3 სინათლის წელი, ხო? ჩვენ ყოველთვის მანძილს ვითვლით ხოლმე სინათლის სხივის მიმართულებით. სწორი ხაზი ეს არის და ყველაზე უმოკლესი მანძილი ეს არის, ხო? მაგრამ ბუნებაში ყოველთვის ესე არ არის. შეიძლება მრუდი უფრო ახლოს იყოს, მრუდი, ვიდრე სწორი ხაზი. იმიტომ რომ სინათლეს გრავიტაცია ყოველთვის ანურდებს. სინათლე გამრუდებულია ყოველთვის. ასე რომ შეიძლება პირდაპირ კი არ წავიდეთ ვარსკვლავზე, არამედ რაღაცა წრეზე წავიდეთ და უფრო მალე მივახციოთ ვარსკვლავს, ვიდრე სიტყვაზე 3 წელი. იმიტომ რომ სინათლე გამრუდებულია და ჩვენი თვალი ყოველთვის მიყვება იმ სინათლის სხივს და გონია რომ ყოველთვის ყველაზე უმოკლესი მანძილი ეს არის. კიდე სხვა ახლა ტელეპორტაცია და ისინი რომ ვახსენ ეს კიდე ცალკე თემა არის, ასე ვთქვათ. ეხლა როგორ ხდება მთელი ამ სამყაროს შესწავლა? წეღა ნაწილობრივ კი ვისაუბრე, მაგრამ ასტრონომია როგორ სწავლობს? გვაქვს ჩვენ ოპტიკური ტელესკოპები, რომელიც გამოსხივებას უყურებს, არის რადიოტელესკოპები, რომელსაც თვალი ვერ ხედავს, მაგრამ რადიოსიგნალები მოდის და არის კიდე ყველაზე შორიდან მოდის რენტგენული გამოსხივება, გამა გამოსხივება და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც წეღანაცავ თქვით, ხო, ამ გამოსხივება მაქსიმალურად ვრცელდება ნებისმიერი გამოსხივება სინათლის სიჩქარით. აი ახლა წარმოიდგინეთ, აი ესეთ მანძილებზე, ხო, 10 საუკუნე ჩვენ წეღანაც ვთქვით, რომ მარტო ჩვენ გალაქტიკაში შეიძლება ვარსკვლავებს უყურებთ რაღაც 10 საუკუნის წინ როგორი იყო 15 საუკუნის წინ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველაზე საინტერესო არის დღეს როგორია და დღეს რა ხდება, ხო? ამის გამოკვლევა უკვე ხდება, ამას ქვია უკვე ასტროფიზიკა, რომელიც ერთ-ერთი ცენტრი არის სიტყვაზე ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი, თუმცა ასეთი ცენტრები რამდენიმე ადგილზეა, აი ესეთი ამაჩქარებელი დგას იქ, სადაც ხდება ასეთი კვლევები და აი ესე პირობითად არის თითქოს ეს ჩვენი ამაჩქარებელი Large Hadron Collider, ასე ქვია იმას, დიდი ადრონული ამაჩქარებელი, ეს არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მიკროსკოპად მოიხსენიებენ, იმიტომ რომ ჩვენ იმ მომენტში შეგვიძლია ჩავიხედოთ სამყაროს სიღრმეში კანონების საშუალებით და ასევე ტელესკოპიც. როდესაც ჩვენ შეგვიძლია ახლო სამყაროში ჩავიხედოთ, ტელესკოპიც არის და მიკროსკოპიც. ცენტრში რეალურად მოდელირება ხდება. მოდელირება ხდება, ხო, კანონების დადგენა. კანონების დადგენა ხდება. და მე არის ვარაუდი რომ ეს კანონები იქაც მოქმედებს. ვარაუდი არა, ზუსტად მოქმედებს. გარდა უხილავი ენერგიისა და წეღარო ვახსენ უხილავი, იმაზე ჯერ არ ვიცით რა კანონები მოქმედებს ზუსტად, მაგრამ იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სიტყვაზე ის სტრუქტურა, ის ატომური სტრუქტურა, რასაც ჩვენ სამყაროს გააჩნია, აბსოლუტურად ერთნაირი კანონები მოქმედებს დედამიწაზეც და სხვა გალაქტიკებშიც, 10 მილიარდი წლის იქითაც. ასე რომ ამის საშუალებით ჩვენ რაღაც ბიოლოგიაში ესე არის, თუ შენ იცი უჯრედის შიგნით ან მოლეკულურ დონეზე რა პროცესები მიდის ცოცხალ სისტემებში, შენ შეგიძლია პასუხი იპოვო რა მიდის მერე ეკოლოგიურად მთელი დედამიწის მასშტაბით ან ეკოსისტემაში. აი მშვენიერი მაგალითი იყო, მე თუ სიტყვაზე შესწავლილი მაქვს ადამიანის უჯრედი, როგორ მუშაობს, იგივე კანონზომიერება მოქმედებს სპილოს უჯრედშიც, ხო, მე სპილოს ცალკე უჯრედის აღება აღარ მინდა. ზოგადად სისტემაც ისე მუშაობს, უჯრედის როგორც ნებისმიერი დიდი ეკოსისტემა. ხო, ხო და აი ნუ იგივეა დაახლოებით მაგალითი მომეწონა მშვენიერი მაგალითია. მადლობა. ნუ კარგი ახლა ესენი რატო არ წავშალე. ხო, ეგ არის, მადლობთ ყურადღებისათვის, ეს დავამთავრე. მე ბოლო სლაიდი რომელი იყო? ესენები არის. ესენი დღევანდელ თემატიკაზე უკვე შორს წაგვიყვანს აღარ მინდა. აი ახლა ერთ-ერთი სურათი ეს მაგალითად შავი ხვრელის ვარიანტი და სინათლე მრუდდება მეთქი, აი ნებისმიერი სივრცე ეს არის სიტყვაზე აი ორმოსავით არის, სადაც ახლა შორს წავალ ამას. სივრცე არის აი გამრუდებული, შუაში დავუშვათ შავი ხვრელია, აი ეს არის ჩვენი სივრცე. ჩვენ აი სიტყვაზე მაღლა თუ დგევართ, აი სინათლე როგორ მოდის ჩადის ქვემოთ და ამოდის მაღლა და ჩვენთვის ყველაზე მოკლე მანძილი ეს არის. სინამდვილეში მოკლე მანძილი არის აქედან აქ რო გადავიებინო. ხო, ეხლა ჩვენ აი შავი ხვრელების იქით რაღაცა იმას ვხედავთ, რა ქვია, ვარსკვლავს, რომელსაც წესით არ უნდა ვხედავდეთ, ეფარება იმას შავი ხვრელი, მაგრამ სინათლე ისე მოდის, რომ შავ ხვრელთან ესე უხევს ასე და მერე გამოდის აქეთ, იმიტომ რომ გამრუდება ხდება. კი ბატონო. ისე რა სივრცე, სინათლეს ყველგან გამრუდებულია. უბრალოდ ჩვენთვის არის სწორი ხაზი თორე. საერთოდ ამ სივრცე, ზოგადად სივრცე, ეს არის გრავიტაცია, ეს არის სივრცის გამრუდება. გრავიტაცია მოკლედ შეიძლება ესე არის. საერთოდ დღევანდელ ბავშვებთან საუბრის დროს თორე ეს ექსპერიმენტები, თორე მოდი რომ მოვძებნოთ. აი მას ექსპერიმენტები, რომელიც დამახასიათებელია.
რატო გჭირდება ეს სლაიდი მომწონს ხოლმე ძალიან ცოტა იმათა წერია ინგლისურად, მაგრამ აი ასეთი სიტყვაზე საუბრები მოსწავლეებთან ან გეგმაში რო იყოს შეტანილი ან ჩვენ თუ რომ ვესაუბროთ, რას ნიშნავს ესა, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ მასწავლებელი აი ასეთი სილამაზეა დაუშვათ სადღაც მთებში, აი ხშირად იტყვიან ხოლმე, რომ ალპინისტები თავს რატო იკლევენ, სიცოცხლეს საფრთხეში რატო იგდებენო, მაგრამ მე თვითონაც მივლი ამ მთებში და მაღლა როცა მთებში ავსულ ვარ, იმ ხელა სილამაზეს ხედავ იქიდან, რომ ნამდვილად აღირდა გარისკვა და იქ ასვლა. და აი ახლა რასაც დაახლოებით ასეთ თემებზე ვსაუბრობ ჩვენ, ხო? რომ შევადაროთ, რომ მოსწავლე ვერ ხედავს დაბლა და რა მინდა იქ მაღლა მთაში, შეიძლება იძახოს, რომ მასწავლებელი უნდა იყოს სიტყვაზე შოულფრეში ზის, რომელიც ზემოდან უყურებს ყველაფერ ამ სილამაზეს, ამ ყველაფერს სიტყვაზე სილამაზეს და ახალ-ახალ აღმოჩენებს და ძალიან საინტერესო ამბებს და მე ესენი მიაქვთ ბავშვებთან. ბავშვებთან როცა ამ ინფორმაციას მიგაქვს, ის უკვე მე მთის მწვერვალებსაც ხედავს, იმ მეცნიერების სილამაზესაც ხედავს, ბუნება როგორ აგებული, იმ სილამაზესაც ხედავს და სხვათა შორის რელიგიაშიც უკეთ ერკვევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვების წარმოსახვა, ხო, ნუ ეხლა რაღაცნაირად რეალური ცხოვრება მე ამ წარმოსახვას ცოტა იმაშვება რა. ამცირებს კლავს აღარ აქვს მაგისტრის დრო. ბავშვებს ამისთვის დრო აქვთ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სასწავლო პროცესებში ეს წარმოსახვა რაც შეიძლება დიდხანს მუშაობდეს და უფრო აქტუალურობდეს რა. ამიტომაც აი ეს წარმოდგენები, ამ ტიპის ცოდნა, ამ ტიპის შედარებები მეცნიერული ეხმარება ამ წარმოსახვას. და ბავშვისათვის და მოსწავლესათვის არ არის შინაგანი შეზღუდვა, რომ ის რაღაცას ვერ აღმოაჩენს ან ვერ გააკეთებს, თუნდაც მოდელირების დონეზე რა. და რაღაც მომენტში ჩვენ უკვე ვარს ვამბობთ ამაზე. ამიტომაც იმ განათლების სისტემებმა, რომლებმაც მოახერხეს წარმოსახვის ხელშეწყობა, მათ მიიღეს აღმოჩენები და მათ შორის მე პატენტები და ეს სულ ყველაფერი გადავიდა ეკონომიკაში და ცხოვრებაზე აისახა, ხო? და ჩვენ ამ სიკეთეებს, ასე ვთქვათ, ვიყენებთ. ეს არის იგივე რაღაც დასავლური ცივილიზაციები, ამ ბოლო დროს აზიური, აგერ ჩინეთი, ხო, უყურებთ სამხრეთ კორეა, როგორ ვითარდება რა. ამიტომაც სკოლის ერთ-ერთი სივრცე არის არა არსებული მარტო ცოდნის მიღება, არამედ წარმოსახვაზე მუშაობა, რომ იმან მუხტი შეიძინოს, სანამ ახალგაზრდა არის, რომ შევიდეს ამ მეცნიერულ კვლევებში და მე ეს ყველაფერი ეკონომიკაში გადაიტანოს. გამოცდები და იმის შემოწმება ხშირად ამუხრუჭებს ამ შემოწმებას. რახან ამაზე წავიდა საუბარი, ერთი წუთი კიდე დავიმატე კახა, ჩემი დრო ამოიწურა და აი ახლა ფიზიკის კანონები, ნიუტონის კანონი, ომის კანონი, მე ბიოლოგიის კანონები, ქიმიის კანონები, აი რას შეგვიძლია რომ შევადაროთ? აი თითქოს ცალ-ცალკე ბავშვებს ეს მაინც და მაინც არ ესმით. იქ სადგა მოვიყენო ეს რა არის? ეხლა ის ცოტა ჩემი წარმოსახვით არის მაგ ეს შექმნილი, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორი არის. თითოეული ასეთი აღმოჩენა, თითოეული ასეთი კანონი, აი რომ შევადაროთ, რომ რაღაცა არქეოლოგიურ გათხრას ვაკეთებთ და რაღაცა გათხრებს და პოულობთ რაღაც ფერად ქვებს. თითოეული ქვა შეიძლება თვითონ ლამაზია, მაგრამ მთლიანობაში ესენი რას წარმოადგენენ, ჯერ წარმოდგენ არ აქვს, მაგრამ მე ვიღაცა გამოჩნდება, ვინც ეს ყველანაირი ქვები იპოვა და რაღაც ასე ვთქვათ, რაღაცა პატარ ისეთ ფრაგმენტს იპოვის, რომ თურმე ეს ქვები ყოფილა რაღაცა მთლიანის ერთი პატარა ნაწილი და ამ ქვებს თუ მე იმ მთლიან ნაწილთან ესე დაალაგებს ლამაზად, აღმოჩნდება, რომ ეს ქაოსურად გადაყრილი ლამაზი ქვები კი არ არის, ეს ყოფილა ძალიან ლამაზი მოზაიკის ცალ-ცალკე ნაწილი და აი ეს არის სწორედ აი ეს სიტყვაზე ფიზიკაში და ეს კანონების თითოეული კანონი, როცა სწავლობ, ხო, ეს ცალკე აღებული კანონი კი არ არის მარტო, არამედ თუ ყველანაირი კანონები, ბევრი კანონები ძალიან კარგად იცით, სამყაროს მთელ სილამაზეს აი ახლა მე თავს არ ვიქებ, ბევრი კანონები შეიძლება მეც არ ვიცი, მაგრამ სხვა თვალით უყურებ ახლა მთელ სამყაროს იმ შორეულ galaktikებს და ყველაფერს და გინა დღევანდ და დედამიწას, ვიდრე ამას უყურებდეს ეს საკუთარ ადგილსა ცხოვრებაში სხვანაირად უყურებ და მათ შორის ცხოვრებისეულ პრობლემებსაც სხვანაირად უყურებ. კი. ეს არ დაზრონებას შვილს. კი. მადლობა ყურადღებისთვის. კი, ეს ნამდვილად ეს. დაზრონებას შვილს, როგორ არ შვილს, რომ ამ ხელა სამყარო გვაქვს, ამდენი საშიშროება გველის და მთელი ფული იდება ადამიანებმა როგორ მოსწონ ერთმანეთი ამ პატარა წერტილზე სიცოცხლე და არა ის რომ როგორ გადავიჩინოთ კოლეგებო მადლობა ყურადღებისთვის რა ქვია შეკითხვები ხომ არ არის აბა თუ შეიძლება ხელი რო აწიოთ თიმში და ან შეკითხვები ან სურვილები მომავლისთვის
თუ სურვილი იქნება ეს შეიძლება ესეთი საუბრები სულ ამოვაგდოთ და მარტო პროექტებზე გადავიდეთ. ამ პროექტები ამოვაგდოთ და მარტო ამაზე გადავიდეთ. არა, მე ხო, აი ეგ უფრო კარგია. ეგ უფრო კარგია ბატონო ნუგზარი, იმიტომ რომ სამყარო ჩვენი ისეთი შეუცნობელია, იმ ხელა არის და იმდენად მცირე რამ ვიცით, რომ ესეთი საუბრები უფრო მე მგონი ძალიან მაგარია. ნუ იმას კიდე სხვაგანაც ვალდებულებები გვაქვს და ვისწავლით და აი ესეთი სალონური სიტუაცია კინაღამ, სადაც ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, კითხვების დასმა, მოსმენა, ეს ძალიან მაგარია. მე ამ მიმართულების გაფართოება უფრო მინდა, ვიდრე თქვათ შევიწროება. ნახოთ, იმასაც ვერ ამოვაგდებთ, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი მაინც თემის მიმართულებაა და შეგვიძლია მე ან ასე ნაწილ-ნაწილ, ან საერთოდ გავყოთ. ერთი კვირა სიტყვაზე იყოს საუბრები, ერთი კვირა, რა ვიცი, მე ვნახოთ. ან შეიძლება კვირაში შემოვიტანოთ მეორე დღე, ან ნახოთ, შევხედოთ. ნახოთ. გავუყვეთ ჯერ მოვლენებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზანი ჩვენი იყო სწორედ ეს საუბრები. მადლობა ესეთი გამოხმაურებისათვის. შეკითხვა ხო არა აქვს ვინმეს, თუ შეიძლება რომ ხელი აიწიოთ. თუ შევხედავთ, აქ ძალიან საერთოდ არ არის. ეგ აწეულ ხელს მე ვერ ხედავ. კარგი, მოდი მაშინ ჩავთვალოთ, რომ მადლობა შენ ამ იმისათვის და შეხვედრით შეკითხავს. ხო. და გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ჯერჯერობით მაინც, რა ვიცი, ჩვენ ესე მიყვავს, რომ ვცდილობთ, რომ 1 საათში ჩავედიოთ. გასაგებია, რომ ჩანაწერი რჩება, მაგრამ თუმცა ამ იდეაზე ვფიქრობთ, მაგალითად გავყოთ ერთმანეთისაგან. მაგალითად, ეხლა მე ვისა მაქვს, სულ მომზადებული მაქვს ერთ-ერთი პრეზენტაცია, სადაც აი რაღაცა კვლევებს გავეცანი STEM სწავლებაში, რა პრობლემები არის მსოფლიოში და სხვა საინტერესო არის ჩვენ სკოლებში და მსოფლიოში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაცა მცირე ნაწილი მაინც ვიდეო რო დარჩეს ელექტროინჟინერიის კურსის, ხო? რომელიც მე წინაზე ესე იგი დავიწყე და სულ რაღაც ერთი წრედი შევავსებ, მინდა რომ რაღაცები მაინც დღეს მიუმატო. კი, ეს აუცილებლად. მოდი ესე გავაკეთოთ. ჯერჯერობით ასე გავაკეთოთ. აი შეიძლება მე ცოტა დრო გავზარდოთ და ვთქვათ ცოტა ისწავლეთ, მაგრამ შემდეგი ნაბიჯები გადავწყვეტ, კარგით? კარგი, დიდი მადლობა. ნუ რა ვიცი მე, თუ ვინმე კიდე ხელს აიწევს, კი ბატონო, ემაზეც რეაგირებას გავაკეთებთ და კითხვას პასუხს გავცემთ. ხო, ეხლა მოდით მაშინ დარჩენილი 20 წუთში გავაგრძელებთ. მაშინ ამ ნაწილს უკვე მე მიმყავს. ესეთი შეკითხვა დაისვა, თუ სად შეიძლება შევიძინოთ კომპონენტები. ნახეთ, მე ხა გავაზიარებ ჩვენ მთელი კომპიუტერის ეკრანს. მოდი ნუ შენი პრეზენტაცია დავხუროთ. და მოდი შევხედოთ ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფს, ხო? აი ესე მოჩანს ჩვენი ჯგუფი. და მე მინდა გაჩვენოთ, რომ აი აქ მე დავდე 2 ბმული, ხო? და ბალეღამ დავაჭერ კიდევაც, ესე იგი არსებობს 2 მაღაზია, რომელიც სამწუხაროდ ორივე იგივე ადგილას არის, საბურთალოზე არის. თუმცა ვიცი რომ პოსტით, რა ვიცი, აგზავნიან მე მგონი რაღაც კომპონენტებს. ასევე სხვა თემუდან შეიძლება გამოწერა. აი ერთი მაღაზია არის ესეთი, მას ქვია მაღაზია ედისონი. იქ იყიდება ესეთი კომპონენტები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. ფათაშორის ვისაც დაგაინტერესებთ, აი ხართ ფასდაკლება Arduino-ზე 10 ლარად იყიდება. ოღონდ იმის გარეშე, შესაერთებელი ასე ვთქვათ, კონტაქტის გარეშე და მე გირჩევთ რომ შეიძინოთ. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ 10 ლარი Arduino-სათვის აი 2 წელი სხვაწყო შეიძინოს, ძალიან კარგი არის. 25-27 ლარი. ხო, იმიტომ რომ სხვა ფასით მართლა მეც რომ ნახე CI-მაში 25-27 ლარი არის და არის მის გვერდზე ზუსტად ამავე მაღაზიის არის ესეთი მაღაზია DAC, ნუ დაწვეძახით ჩვენ. აქაც იყიდება ეს კომპონენტები. ეს ორივე მაღაზია არის ერთმანეთის გვერდზე. ესე იგი, რა ქვია დღეს ალექსანდრე ყაზბიგის გამზირზე უფრო არის 7 და 9 ნომერი. გამსახურდიასაკენ, ხო? და მოკლედ აი პასუხი კითხვაზე ესეთი არის. მოკლედ ესე იგი ეს კომპონენტები თქვენ შეგიძლიათ რომ აქ შეიძინოთ. ასევე მინდა გითხრათ რომ მე აი ამ ჩვენი შეხვედრის შემდეგ ავტვირთავ აი ამ ჩვენ სივრცეში ესე კიდე ერთი განმარტება ხო მოდით ესეც ისაუბროთ აი კითხვა იყო რომ სად ნახოთ ჩანაწერებიო შეხედეთ აი ამ ჯგუფში ვინც ხართ გაწევრიანებული არის ესეთი საქაღალდე ადრე ერქვა ფაილს და ეხლა ქვია გაზიარებული ნახე შეერთ აი ამ გაზიარებულში თუ შეხვალთ ანუ შევდივარ ახლა შიგნით
აქ არის ესეთი ცალკე საქაღალდე recordings, ანუ ჩანაწერები და თუ შევალთ ამ საქაღალდეში, აი ნახავთ ეხლა აქ არის პირველი ვებინარი, მეორე ვებინარი. დაემატება მესამე. ასე რომ აი ვისაც უნდა შემდგომში შემოვიდეს და ნახოს, მოკლედ აი აქ ინახება ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ რომ ვაჩვენოთ, ესე იგი ეს ყველაფერი არის აი ამ გვერდზე რომ შედიხარ ჯგუფის გვერდზე, აი აქ, აი ამ საქაღალდეში, რომელსაც ქვია shared. ხო, ეს რაღაც ინფორმაციისათვის სად რა ვეძებოთ, ხო? დანარჩენი ჩვენი პრეზენტაციები გვერდზე არის. კარგით, მოდი მაშინ ესე იგი ახლა მე გადავალ სხვა კამერაზე, რომ გამოჩნდეს ჩვენი სამუშაო მაგიდან. ეს არის კამერა და ჩვენ გვინდა იგი აი ეს სამუშაო სივრცე. მოვიდეთ ჩვენი სამუშაო სივრცე. წავალ მაშინ იქიდან შევართივში. ბატონო, აი ეს მოჩანს ჩვენი სამუშაო სივრცე. ხო, და აი ეს არის ეს რა ქვია. სამუშაო პროექტები, რომელსაც ჩვენ მუშაობთ, ხო? გადმოვიტან აქეთკენ. მე აი უცბად, ესე იგი, დაუბრუნდები მდგომარეობას, რაც ჩვენ მაშინ გავაკეთეთ, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ნახეთ სამუშაო მაგიდა. სამუშაო მაგიდაზე ჩვენ განვათავსეთ ნატურა, ხედავთ ეს ნატურა, რომელსაც აქვს ძელი და მოკლე ფეხები, ხო? შესაბამისად, აი პირდაპირ სადენები მე შევიყვანეთ აქ. ლიანდაგზე ეცამით. ეხლა მეორე ჩამომაგროთ. და შესაბამისად მე შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ეს რო აქ არის, ნუგზარ სოფიკო, იქით ოთახში გადაინაცვლეთ თუ შეიძლება. ჩვენი კოლეგები არიან. მე იმედი მაქვს, რომ მე ალბათ სოფიკოსას დავითანხმებთ ჩვენ სივრცეში რომ სტუმრად მოვიდეს. ესე იგი, ნახეთ, აქ შემოვიდა დენი, სადაც წითელი და ლურჯი ხაზი იყო, ეხლა დენი გადის მთელ აი ამ ეგრეთ წოდებული ლიანდაგის გასწვრივ, სადაც წითელი და ლურჯი ხაზია და რომ მივიყვანო სადენით, ესე იგი, ნატურის ფეხამდე, მე წითელზე ვიყენებ ერთ ჯამპერს, ანუ წითელის გვერდზე ვილაკიდან პინებსაც ეძახიან, თუმცა პინებს ზოგიერთი მარტო ეძახის, აი გამოვიყენებ სხვა ფერის მარტულს, უკვე ეგრეთ წოდებულ დამიწებას მინუს შევიყვან და ეხლა დავწუნდე, წელი უფრო ეს არის. ეს შემიშალა. აი ჩავშვი და აი ჩემი ნატურა გაიყენეთ. და დაგვიანებით საუბარი. მოდის თქვენ ხედავთ, რომ ხა ნატურა აინთო, ეს შემოატრიალებ თქვენსკენ. ხედავთ? ხო, ეხლა სხვათა საინტერესო ის კი, რატო ვიყენებ ლურჯ ნატურას? ნახეთ, იმიტომ რომ 3 ვოლტია. ეს LED ნატურები, აი მაგალითად წითელი. ძალიან დაბალ ვოლტებზე მუშაობს. ვოლტ ნახევარზე, 2 ნახევარზე, მოკლედ გადადწვავთ. ამიტომაც აქ უკვე ჩვენ დაგვჭირდება ეგრეთ წოდებული წინაღობის გამოყენება. აი ეს არის წინაღობა. რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ შემდეგ შეხვედრებზე და ისე ლურჯი ნატურით ჯობია დასაწყისში რო ვიმუშაოთ. ეხლა მე ასე ვთქვათ, ჩავხსნე ამას ყველაფერს და მოით ესე ვთქვათ, აი ეს იყო მაგალითი ერთეული, ხო, ანუ წრედის ერთეული, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ამ შემთხვევაში, დათო რა მინდა რომ გთხოვოთ, თუ შეიძლება ერთი კომპიუტერი რო ჩამირთო და მომიტანო და ასე დამიტო რა ლეპტოპი. ხო. და ეხლა მე მინდა ცოტა რომ გავამრავალფეროვნოთ, ორი მიმართულებით ვიმუშაოთ და პირველი ნაბიჯები შევეხოთ უკვე მიკროკონტროლერ Arduino. აქაც ძალიან საინტერესო არის Arduino-სთან მუშაობა. ნახეთ, აქ რო დავიდე. ჩავთავდა. არ უნდა, უბრალოდ დემის პაროს ვიტენ. მე შეფენა კლიპტოპი დავდე. ხო. ესე იგი, შეხედეთ თქვენ ხედავთ, ესე იგი, მიკროკონტროლერი Arduino-ს, აი ზუსტად ეხა 10 ლარი რომელიც ოყის, ხო? მას აქვს, აქაც მოდით ესე ვიმუშაოთ, რა ჩვენ. ეცამეთ.
დაველოდო ჩემ გამოსახულებას ინტერნეტის გამო ცოტა გვიან მოდის, ეხლა რატოღაც გაიჭედა საფრთხეც ახულება გავაზიარებ გამოვედი ცოტა ხანი, ეხლა ისევ შევედი ისევ გავაზიარებ ხო, აი ხა მე მგონი ისევ ამუშავდა, ხო? კი ბატონო, ამუშავდა, ეს არის მიკროკონტროლერი Arduino და მოდი დღეს ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება ჩავთოთ მიკროკონტროლერი Arduino და დავტესტოთ. ხო, ანუ ის მუშაობს თუ არ მუშაობს. გაცავთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ, ხო, აი ისევ ჩაერთო ჩემი ისე. მიკროკონტროლერი თქვენ ბევრი რამეს ხედავთ, მაგრამ ნახეთ, მას აქვს ორი შესაერთებელი. აი ერთ-ერთთან ეს Arduino-ს მოყვება აი ესეთი კაბელი, რომელსაც ბოლო აქვს ეგრეთ წოდებული USB კაბელი და თუ მე ამ კაბელს შევაერთებ კომპიუტერში, აი ხა ჩემ გვერდზე მე ვიყენებ კომპიუტერს, აი ახლა თქვენ დაინახეთ, რომ ნატურები აინახა. ეს მიუთითებს, რომ დენი გადის, Arduino ამუშავდა, ხო? აი ესე არის, Arduino ამუშავდა, ეხლა აქვს ერთი დენი. ეხლა მეორე მომენტი არის, ნახეთ, რომ რას ვაკეთებთ ამ Arduino-თი და როგორ ვაპროგრამებთ Arduino-ს, ხო? მე ხა ამ Arduino-ს აი აქ დავდებ, ხედავთ? და თქვენ წინაშე შევალ, თქვენ ხედავთ ჩემ ეკრანს. აი აქ ეკრანზე ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამა, შეხედეთ? პალია, რომელსაც აწერია, ახატია, ესე იგი რა ქვია, უსასრულობის ნიშანი პლუს მინუს და აწერია Arduino. აი ეს არის ესეთი პროგრამა Arduino, საიდან უნდა ჩამოვტვირთოთ და დავაყენოთ ამასაც ჩვენ ნახავთ. აი ესე გამოიყურება ეს პროგრამა. მე ცოტა დავაპატარავებ ჩვენი ეკრანი, რომ ადეკვატური იყოს ყველაფრის. აი ესე გამოიყურება ეს პროგრამა. საიდან ჩამოვტვირთო ამას აუცილებლად ვაჩვენებთ, აი ეს გამოიყურება მისი სამუშაო სივრცე. აი ხა აქ შემორჩენილი არის ძველი პროექტი, მაგრამ არაუშავს ასე ვთქვათ, იყოს, ხო? ნახეთ, მას აქვს ჩვეულებრივი მენიუ, აი ფაილი, edit-ი, ანუ შეცვლა, რედაქტირება, სკეჩები, ამაზე ვილაპარაკებთ, პროგრამები როგორ დავინახოთ, გარკვეული ინსტრუმენტები და დახმარება. ასევე ძალიან საინტერესო არის, მას აქვს აი ეგრეთ წოდებული serial monitor-ი, ეხლა ის აი ესე გამოდის დამატებითად, რომელიც გიჩვენებთ თუ რაიმე ხელსაწყოს დავამაგრებთ, აი ამ მონიტორზე გამოვა შედეგები. მაგალითად, სიტყვაზე ჩვენ თუ გვექნება ტენიანობის სენსორი, ხო? ჩვენ შეიძლება ინფორმაცია პირდაპირ კომპიუტერზე მივიღოთ ამ ტენიანობის სენსორისაგან. ეხლა მე გავთიშავ ამ ეკრანს და მოდით პირველი ნაბიჯი დავინახოთ. შეხედეთ, მე ახლა ვხსნი აი ამ ჩემ Arduino-ს. უკაცრავად. და ეხლა ცოტა სხვანაირად მოვიქცევი. შეხედეთ, ესე იგი გადავდივარ ისევ ჩემ ეკრანზე, აი თქვენ ხედავთ რომ მე აქ Arduino მიდევს. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცას ვიზამ, მე გაჩვენებ როგორ შევაერთებ ამ Arduino-ს ჩემ გიდ კომპიუტერთან, კერძოდ ჩემ კამერასთან. აი მე გადავალ ხო, ავერკავერას გადასული ვარ, მოგწოდეთ. აი გამოსახულებას გადავიყვან, მაგრამ აი აქ. ეხლა მე თქვენ ხედავთ მე ხო, აი როგორ ვზივარ. რა მინდათ რომ გაჩვენოთ? ნახეთ, ანუ ეხლა მე ვიღებ ახლა აი ამ Arduino-ს ამითი და შევაერთებ აი აქ. მე ამ შემთხვევაში არ დამჭირდება ჩემი კლავიატურა, ამიტომ კლავიატურას დროებით აქედან გამოვაძრობ და აი აქ შევაერთებ ჩემ Arduino-ს. ჩემი Arduino ისევ განათდება, აი ეხლა ცუდად მოჩანს, მაგრამ ჩემ Arduino-ს მე დავდებ აი აქ. ლამაზად თუ დაგჭირდება მე შევეცდები რომ გავანათო. გამოვიყენებ ესე კამერას რომ მოჩანდეს ჩემი შეერთებული Arduino. ესე მე აქ დავждები. მოდით პრინციპში ვნახოთ ეს ჩვენი Arduino, რახან ამის საშუალება მაქვს მე კამერას მივიდან ახლოს. ოკეი. ოდეთ ვიღაცის ტელეფონია.
აი თქვენ ხედავთ როგორ არის შეერთებული მე Arduino. ხო, ну აი პრინციპში ახლა ხედავთ, ხო, აი ნახეთ Arduino-ზე ანთია ეს წითელი ღილაკი და აი შეერთებული არის ჩემ, ასე ვთქვათ, კომპიუტერთან, ხო? მოდით გადავიდეთ ესე იგი ისევ აი ამ ჩვენ პროგრამში Arduino-ში. შეერთების შემდეგ ნახეთ რა ხდება. აი აქ, სადაც წერია ინსტრუმენტები, შევდივართ, ჩამოიშლება მენიუ, სადაც არის აი ესეთი ბრძანება, ეგრეთ წოდებული პორტი. შეხედეთ? და აი ეს პორტი, ნახეთ აი აქ. ეხლა მონიშნულია, წესით არ უნდა იყოს მონიშნული. აი ახლა მე ისევ შევალ. აი მონიშნული ახლა მოშლევინებს, მაგრამ თუ შევესწრები რომ ჩალო. დამით ეხლა ვცდილობ რომ მოძებნებ PDF-ს გავიღვიძო. შევაერთო. შევაერთე. ხო, აი ნახეთ შემოერთე Arduino. აი ხა მოვნიშნავ მეორე პორტს, ესე იგი ეგრეთ წოდებული COM8-ს. მე ხა განმარტებებს დიდად არ გავაკეთებ, მაგრამ რატო შევცვალე? ხა მე Arduino შეხედეთ, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული COM1, როდესაც არის მაჩვენებული ამ ციფრულ პორტებში, ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერი Arduino-ს ვერ ხედავს. რატო როგორ ამაზე მე დაველაპარაკოთ, ეხლა უკვე დავიმახსოვროთ და აუცილებლად უნდა გამოჩნდეს აღნიშნვა სხვა ციფრით. ეხლა ის 8 იქნება 16.5 სხვადასხვანაირად აღიქვამს სხვადასხვა Arduino-ს, ჩემ შემთხვევაში COM8 არის. აი ეს არის ის მომენტი, როდესაც აი ესე რომ ჩანს, რომ კავშირი Arduino-სთან აქვს. შეხედეთ? ეხლა რითი შეიძლება ეს რომ ჩვენ დავასაბუთოთ? მოდით მე ისევ გადავალ, ესე იგი აი იმ კამერაზე, რომელიც აჩვენებს ჩვენ Arduino-ს, ნახეთ როგორ გამოიყურება ეს ჩვენი კამერა. ოღონდ ამით, ესე იგი აი აქედან ვაჩვენებ, ხო? ცოტა ჩამოვწიოთ ჩვენი Arduino. დავალ გვერდზე. ახლა მგონი უკვე ცენტრში არის. კიდე შევეცდები უფრო ახლოს მივიდე. კარგად ცოტა განახოთ. აი ცოტა და აი ეს მე მგონი უკვე საკმარისი არის. გამოვიდეთ ქვემოთ, ასე ჩვენი Arduino. და ნახეთ ახლა მე ამ Arduino-ზე ჩემ ლურჯ ნედ ნატურას შევაერთე. მას აქვს ესეთი გამოვჭიშავ აქედან. ხოთი აქვს ესეთი წოდებული 13 პინი. გამიწევ. ძელი ფეხი ანუ შედის 13 პინში. ამიწება შედის მეზე აქვს ნიშანი გრაუნდი. თქვენ ხედავთ ახლა რომ ნატურა აციმციმდა. თუმცა მოდით ახლა ჩვენ პროგრამულად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და აი თქვენ ხედავთ რომ აი აქ არის მცირე პროგრამა დაწერილი. შეხედეთ? პირველი რასაც ვაკეთებთ Arduino-ში, ვცდილობთ რომ შევამოწმოთ ეს პროგრამაში შეცდომები ხო არა. ნახეთ აი ამ მენიუში, აი მე მივიყვანე ის არის და გამწვანე და არის ესეთი ბრძანება verify, ანუ შემოწმება პროგრამის. დავაჭირე. აი ნახეთ აქ წვანე ხაზი წავიდა. შესაბამისად მოწმდება პროგრამაში ხო არ არის შეცდომა. აველოდოთ. აი გავიდა ბოლოში. ვნახოთ რა სიძამს. სამწუხაროდ ვინა გითხრათ აი ამ შედარებით იაფასიანი ჩინურ პროდუქტებში ზოგჯერ არის რომ შეიძლება რამე ან ჰაკი გაიპაროს ან შეცდომა. ამიტომ ჩვენ ხშირად გვიწევს გადამოწმება რაღაცების. თუმცა მინდა გითხრათ რომ გადამოწმების პროცესში თქვენ ბევრ რამეს კიდევ უფრო კარგად ისწავლით რა. ამიტომაც აი ხა გაიპარა
ნახეთ, აი შავი ხაზი არის ისევ შავი, შეცდომა რო ეყო სტაფილოსფერი გახდებოდა და გვითხრა რომ პროგრამა არის CSX-ში. რადგან პროგრამა CSX-ში არის, ნახეთ, გვერდზე გადავედი მარჯვენა მხარეს, ის არის რო არის მარჯვე მიმართული და დაიწერა კიდევაც სახელი upload. ეხლა ამ პროგრამას ვაძლევ ბრძანებას და ვტვირთავ იმ Arduino-ში, რომელიც თქვენ ეკრანზე დაინახეთ, რომ ჩართული იყო, შეგედეთ? აი ჩაირთო ეხლა პროგრამაში. და ნახეთ, ეხლა ჩვენი ლურჯი ნატურამ დაიწყო სულ სხვანაირად ციმციმი. ეხავე გადავალ კამერაზე. აი ნახეთ, რას აკეთებს ჩვენი ნატურა, შეხედეთ? მან ციმციმი ხან ჩაირთვება, ხან ჩაქრება, ხან ჩაირთვება, ხან ჩაქრება. აი ხა თქვენ წინაშე მე პირველი, ასე ვთქვათ, პროგრამა, აი ეს პროგრამა ჩავწერე Arduino-ში, შესაბამისად მე ავტვირთე და ეხლა ჩემი ბრძანებით ჩვენ შევამოწმოთ, რომ აი ეს Arduino მუშაობს, აი მაგალითად მეორე, რომელიც მანამდე მქონდა მიერთებული, იმას რეალურად გარკვეული პრობლემები აქვს, მე უნდა შევამოწმო და ამ შემთხვევაში ეს პირველი პროგრამა არის ეგრეთ წოდებული ინგლისურად blinks ეძახიან, ანუ ბრძანებას აძლევს აინთეს და ჩაქრეს. აი თუ აი აქ დაფაზე ვნახავთ აი ამ პროგრამას, ხო, აი მე ცოტა ცენტში გამოვიტან, შეხედეთ, აწერია კიდევაც სათაური, აი ნახეთ blinking LED projects. ჩვენ გვაქვს მე-13 ნახრეთზე Arduino, ეხლა მე-13 ნახრეთი რა არის? აი ამ ნახრეთებში, რომელიც Arduino-ს აქვს, აქ ნუმერაცია აქვს Arduino-ს, ამას მე დეტალურად ვნახავთ, როგორც მე ვთქვი, აი პატარ-პატარა ნაბიჯებით წავიდეთ და შესაბამისად აქ იყო ჩარჭობილი მისი ფეხი და მეორე ფეხი იყო ჩარჭობილი დამიწებაში. ამას მე ქვემოთაც გავიმეორებ რა. დანარჩენი ის პროგრამა არის, რომელიც აგერ ცვლის, ასე ვთქვათ, მას აძლევს ბრძანებას რა დროში ჩაქრეს, რა დროში აინთეს. მაგალითად, მე თუ ეხლა თქვენ თვალწინ ხო, ის არ მაქვს შერჭობილი, ამიტომ მოვიფიქრებ რაღაცნაირად პარალელურად ერთის და მეორის როგორ მუშაობდეს. ამას მოვიფიქრებთ, კარგით? ხო. აი ეს არის, ესე იგი, ის პროგრამა Arduino, რომლითაც ჩვენ მუშაობთ. აქვე მოდით ვნახოთ მისი საწყისი გვერდი. აი არის ესეთი პროგრამა. ეხლა მოდით მე გამოვაერთებ ამ Arduino-ს აქედან. დატენეს გადავიტან ჩვენ კომპიუტერზე. ესე, გეცოთ. ეს ისე დააჭერებს ეს მუშაობას. ხო, აი რომ დაგანახოთ, ესე იგი საწავიდა ეხლა ჩემი კომპიუტერი, გეტყვით, რომ აი აგერ წამოვიდა. ჩვენ კამერას გადავთავ ჩვენ საწყის სამუშაო გვერდზე. აი აქ არის ჩვენი Arduino. ციმციმებს ეხლა მისცემ. კარგად გამიჩნდეს, ხო? აგრძელებს მუშაობას კომპიუტერთან არის და ჩვენება კიდე რისი მინდოდა ბოლოში, რომ აი არსებობს ესეთი გვერდი. სწორად. შევაერთებ ჩემ კლავიატურას. რომელშიც ესე მისამართი ესეთი არის. აი ესეთი გვერდი Arduino CC. აი ეს არის ეს გვერდი. სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ, დავეთანხმოთ და მოვნახოთ ჩვენი პროგრამები, მათ შორის Arduino-სი. სადაც წერია შემეშალა software-ს ვეძებთ, ეხლა ჩვენ აგერ არის software-ი. აი აქ შევედით, ნახეთ. არის უფრო თანამედროვე Arduino-ები, მაგრამ გაგეცნობათ და მე საქართველოში თუ თქვენ რაღაც ახლა სუპერ ახალი პროექტი არ აგაქვთ, მე გირჩევთ, რომ თქვენ ჩამოიტვირთოთ, ნახეთ, გვერდზე შეუძლიათ. ამას ჩვენთან ავტვირთავთ კიდევაც ფაილებში.
მაგრამ ჩვენ ვიყენებთ აი ამ Arduino 1.8.19-ს. ხედავთ? არ არის ხშირად ჩვენი კომპიუტერები ვერ მისდევს გაფორმებით იმითი და აი download-ი Windows-ის აი ამის ჩამოტვირთვას შემოგთავაზებთ, მართალი გითხრათ, ეხლა პირდაპირ შევედი, მე კიდე უფრო დავაზუსტებ. ხო, აი მე სწორედ მივხვდი, ხო. აი ესე იგი ამ ძველ ვარიანტს ვერ პოულობ, ამიტომ მოდით ესე გავაკეთოთ. აი თქვენ წინაშე გავიმეორებ მე ამ ბრძანებებს, ესე იგი უკაცრავად, ესე იგი ბრუნდები უკან. აი ეს ეხლა ბოლო არის, ხო? მე მივცემ ჩამოტვირთვას და აბა ვნახოთ. ხო, აი პრინციპში ნახეთ უფასოდ იტვირთება, ნახეთ აი ჩამოტვირთვები დაიწყო. ეს უფასო პროგრამა არის. თქვენ შეგიძლიათ ის დააყენოთ თქვენ კომპიუტერზე და აი ეს პირველი აქტივობა, რომელიც ახლა მე განვახორციელებ, რომ Arduino-ს აი ეს პროგრამა მე მაქვს ჩამოტვირთული. ნუ ისაც გაქვს ჩამოტვირთული, ხო, კაი. რომ შეამოწმოთ ეს. ეხლა აქ არის ერთადერთი ამბავი, სად ვიპოვოთ ჩვენ აი ეს პროგრამა, ხო? პროგრამა, რომელიც ასე ვთქვათ ამოწმებს Arduino-ს და აი ამ ნატურას აძლევს ბრძანებას, რომ ჩაქრე აინთი. შეხედეთ, ეს უკვე ბოლო ეტაპი არის, აი რომ დავინახოთ, შეხედეთ, აი ფაილებში ჩვენ უნდა მოვნახოთ ეგეთი ბრძანება, სადაც არის ესე იგი, უკაცრავად აი აქ. ხედავთ, აი ბრძანება არის examples, მაგალითები. გადავიდეთ აქ. შევიდეთ პირველ ბრძანებაში, რომელსაც ქვია basics. Basic-ებიდან გადავდივართ. აი ესეც საწელწად blinky. ანუ მოციმციმე ნატურა. დავაჭერთ მას და ნახეთ, ის შეგვიყვანს ჩვენ აი ესეთ საპროგრამო ფანჯერაში, სადაც ეს ყველაფერი დაპროგრამებული არის. აქ ზუსტად ვიქცევით ისე, როგორც მე ადრე გაჩვენეთ, ხო? ანუ მე-13 პინში ვთვალთ, აგერ წერია კიდევაც ინგლისურად. პროგრამებზე ამასაც ვიტყვით, აი წინასწარ ეს აღწერილობა მოვსდით ხოლმე, რას აკეთებს ეს პროგრამა და მისი მეორე ფეხი, მოკლე ფეხი გვერდზე დამიწება არის, რომელიც 310 GND-ით არის მიღებული და თქვენ აი ამას მიიღებთ. აი ვინც გადადგავს პირველ ნაბიჯს, რაღაც მე ვითვალისწინებ, რომ დრო ცოტა გვაქვს, სახლში შეიძლება ალბათ 1 საათი გამოვყოთ და აი პირველი ნაბიჯი გადავდგათ, თქვათ, აი ამ ბლინკის გაკეთება. აქვე სხვათა შორის ვიტყვი, რომ გარდა იმისა, რასაც მე ვსაუბრობ და აქ ვიდეოზე რჩება, მე კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენ გვერდზე, აი ამ სივრცეში, რომელსაც ქვია Arduino Uno, ჩამოტვირთოთ ეს ჩვენი წიგნი, ჩვენ ბატონო, ხო, მაინც გავიმეორებ კიდე ერთხელ, ყოველი შეხვედრის ბოლოს, ამცდა. გამოიტვირთება წიგნი და იქ თქვენ ნახავთ აი ამ პროცედურას პირველ თავში, სულ პირველ თავში. კაი, მოკლედ მე ხა ამას არ დავულოდები, უკვე აგერ 5 საათი და 6 წუთი არის. კარგი, დავუბრუნდეთ მოკლედ საწყის ეტაპს. გადავერთვები ისე მე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. მადლობა ვინც მოიცალეთ, არ ვიცი, მე არ მიწოს ესე კამერა, შემდეგზე მაინც უკვე მოჩამოწევ კამერას. რაღაც ზემოწყურება არ მოწევს. ხო, მაგრამ ეხლა ესეა. დიდი მადლობა. მე ეხლა გამოვთიშავ ესე იგი ჩაწერას. ისევ გეტყვით რომ ეს აქ დარჩება. თუ შეიძლება შეკითხვა. ანუ პირველ ეტაპზე რა შეიძლება რომ შევიძინო? Arduino გვაქვს და რაღაც პატარა ლექნა. პირველ ეტაპზე აი აქ, აი ამ სივრცეში მე აეძლავე რომ მოვჭები და რომ გავალ ავტვირთავ Word-ის ფაილს, სადაც არის მათ შორის რამოდენიმე სენსორი, ხო? და მე გირჩევთ რომ ის შეიძენოთ. ასევე მინდა გითხრათ რომ თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ ესე რომ აი შეხვიდეთ აი ამ სახელმძღვანელოში, აი გამოიწვია უკვე. ეს სახელმძღვანელო კი ბატონო, აგერ არის ეცოთ მივახციო პირველი მომენტი, ხო? და აი შეხედეთ, აი აქ ვარ, აი მაგალითად ეხა მე რაც გავაკეთე, ეს არის მოციმციმე ინდიკატორი ლეგნატი. ეს მოციმციმეები ავანთეთ აქ. ხო და შეხედეთ, გამოვიყევით ქვემოთ და ვინაიდან ნელ-ნელა ვყიდულობთ სიტყვაზე
მერე შემოდის ღილაკი, მერე ცვლადი წინაღობა, ეხლა მე უბრალოდ არ ვიცი ეკრანზე რამდენად მოჩანს, გავსწრებ ხო? ანუ თქვენ გაუყვებით აი ამ კომპონენტებს. ჩვენი რჩევა ესეთია, ნელ-ნელა დაამატეთ ეს კომპონენტები. აი ფოტორეზისტორი, შემდეგ RGB ნატურა ძალიან საინტერესოა. ფოტორეზისტორს ცოტა რაღაცეები ჭირდება, კი შედარებით ნახე, რომ ფოტორეზისტორი. იცით რა მაინტერესებს? ანუ ეს რეზისტორებს რო ვიყიდით, ესენი სხვადასხვა წინაღობის უნდა ვიყიდოთ, ხო? არა, 200 ჯობია რომ იყიდოთ 220-იანები, იმიტომ რომ Arduino-s საწყის პროექტებში, რომელშიც თქვენ მუშაობთ, სპეციფიკური პროექტის გარდა ძირითადად თუ გამოიყენება 240-იანი. აი მაგალითად სიტყვაზე ძალიან საინტერესო პროექტი არის ესეთი, სადაც ჭირდება დაფა Arduino, ცვლადი წინაღობა, ბევრი LED და მიიღებთ ეგეთ საინტერესო პროექტს, ეს ნატურები, აი როგორც სარეკლამო იმაში ესე გაიცინცინებთ მარჯვნივ და მარცხნივ, ხო? და რაც შეეხება ფოტორეზისტორს, ნუ იქაც ნახავთ რა შემდეგი ის არის. აი ფოტორეზისტორი, აი თქვენ ხედავთ კომპონენტები, რაც მას ჭირდება. დიახ. ეს არის. ხო, ან დაეყენეთ ამ ციკლს, ან ასევე ხო გეუბნებით, მე ავტვირთავ Word-ის დოკუმენტს და იქაც ჩამონათვალი გაჩნდება. მადლობა უღრესი. კი ბატონო. კარგი, დაგემშვიდობებით, აბა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ იღებდით მონაწილეობას ჩვენ ამ შეხვედრაში. მე ალბათ ეხავე დავაანონსებ, რომ შემდეგ შეხვედრაზე მოკლედ STEM სწავლების პრობლემებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ამიტომ ნუგზარ შევხვდებით იმის შემდეგ და ეს აქტუალური თემა არის სკოლაში, აი რა უწევს დღევანდელ სკოლაში ამ STEM-ის გავრცელებას. საინტერესო არის, რომ დავინახოთ სადა ვართ, როგორ ავართ და რა პრობლემები უნდა გადავწყვეტოთ. კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის შემდეგ შეხვედრამდე. ვინც ვერ მოასწროთ, ნახოთ ჩანაწერი. ნახვამდის ჩანაწერს დადებთ ალბათ ისე, ხო ბატონო კახა? კი, ჩანაწერები სულ დევს, კიდევ ერთხელ